ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება მანამდეც და მე მგონი ამ კითხვაზე საპასუხოთაც, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ამ პროცესს და აი რაღაც თქვა არსებობდა პაკისტანის 5 პუნქტიანი გეგმა და იმასაც მხარს უჭერდნენ და ასე შემდეგ და რაღაც ასე შემდეგ და მოწოდებები სულ იყო. ეხლა მოდი ესე შევხედოთ ამ პროცესს, ანუ შეიძლება თუ არა მაგალითად ასე ვთქვათ ჩინეთისთვის საინტერესო იყოს ამ ისე რა ქვია კონფლიქტის დასრულება, ხო? ანუ რა შეიძლება იყოს სარგებელი და რა შეიძლება იყოს პირიქით. ჰორმუზის სრუტე იყო დაკეტილი, მაგრამ ჩინური ტანკერები ყოველთვის გადიოდნენ, ანუ ხო დეფიციტი ჩინეთს არ ექნებოდა საწვავისა და ნავთობის მომარაგებს. შეიძლება ექნებოდა თხევადი გაზის, რომელიც ყატარიდან გადიოდა, იმიტომ რომ ყატარმა დახურა ეს გამათხევადებელი ქარხნები, რაც არსებობდა. ხო, ანუ შეიძლება ახლა ისე ზოგად შეფასებას თუ მივცევთ, რომ ჩინეთი მაინც არის რაღაცა მშვიდობის ფორმატში ოპერირებადი საერთაშორისო ძალა, რომელსაც სურს გარკვეულწილად სტატუს-კვოს ფორმატი. მას არ სურს რაღაც რადიკალური ცვლილებები. შეიძლება გარკვეულწილად ხო, რაღაც ზემოქმედებაც იყო. ამას ვერ გამოურიცხავთ. მოგესალმებით, ლაპარაკობს და უჩვენებს 52 პარალელი საქართველოს რადიოს ეთერში და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ჩვენს ინტერნეტ პლატფორმებზე 52 პარალელის ინტერნეტ პლატფორმებზე, YouTube-ზე, შეგიძლიათ მოგვისმენთ Spotify-ზე, Facebook-სა და TikTok-ზე გამოიწეროთ ჩვენი გვერდები და გვიმეგობრდეთ და დაელოდოთ ხოლმე სიახლეებს, რომელსაც შემოგთავაზებთ დრო და დრო. დღეს ვაგრძელებთ ჩვენ საერთაშორისო მიმოხილვას, წარმოგიდგენთ შოთა თხელიძე და მე გიორგი გვიმრაძე. რა თქმა უნდა, ისე მოგვიწევს საუბარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე, არის გარკვეული სიახლეები, თუმცა აქვე ვიტყვით, რომ შევეხებით მცირედით მაინც ესე თქვა 12 აპრილს გასამართ არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებს უნგრეთში. და ალბათ უბრალოდ ვახსენებთ იმასაც, რომ რუსეთმა, ანუ ვლადიმერ პუტინმა გუშინ, თუ არ ვცდები, გუშინ საღამოს გამოაცხადა იმის შესახებ, რომ 11 აპრილიდან, ვიდრე 12 აპრილამდე, 11 აპრილს საღამოდან ვიდრე 12 აპრილამდე, დღის ბოლომდე ცეცხლი იქნება შეწყვეტილი, ასე ეგრეთ წოდებული სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის პროცესიდან გამომდინარე. ხო, აქვე შესაბამისად ვიდრე საუბარს დავიწყებდე, დამდეგ აღდგომას ულოცავ ჩვენს მაყურებელს და სიკეთეს და მშვიდობას გისურვებთ. შოთა, მოკლედ დავიწყოთ ახლო აღმოსავლეთის საკითხით. ესე იგი, გამოცხადდა ეგრეთ წოდებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის პროცესი. ამ ერთი კვირის განმავლობაში ვიდრე ჩვენ წინა მიმოხილვიდან დღემდე. და აგერ ხვალ თითქოს ველოდებით, რომ ამერიკელებსა და ირანელებს შორის პირდაპირ კომუნიკაცია შედგება პაკისტანში. იცი რა, მე მგონი ძალიან ისეთი საინტერესო, თავისთავად საინტერესო ფენომენია, მე მგონი ამას შევეხოთ ჯერ თავიდან ავხსნათ, რატომ პაკისტანი. ანუ ჯერ ისეთი რატო იყო პაკისტანი შუამავალი, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეული თვალსაზრისით არ ვიცი ახლა ეს რამდენად არის დაკავშირებული, მაგრამ მანამდე ეს იყო ომანი შუამავალი, ალბათ არ გამოუვიდა ომანს ამბავი და სხვა შუამავლის ძიება დაიწყეს და პაკისტანთან ერთად ვახსენოთ ის, რომ ამერიკის წარმომადგენლობა იცვლება, ხო? ანუ თუ წინა შემთხვევაში მოლაპარაკებებზე ამერიკას წარმოადგენდა ასე ვთქვათ გამოკვეთილად პრო-ისრაელის პოზიციების მქონე ვიტკოფი და კუშნერი, ტრამპის სიძე, ამ შემთხვევაში თითქოს ამერიკის წარმომადგენელი თითქოს დადასტურებულია უკვე ეს ამბავი, რომ ამერიკის წარმომადგენელი უნდა იყოს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი. ეხლა ვერ ვიტყვი ჯეი-დი ვენსზე, რომ ის რაღაც ანტი-ისრაელი განწყობებით არის გამორჩეული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანტისაომარი არის და ისრაელთან მიმართაც არ არის ესე ცალსახად თქვათ პრო-ისრაელი და მით უმეტეს პრო-ნეთანიაჰუ პოზიციებით გამორჩეული.
ხო? მოდი პაკისტანიც და JD Vance-იც შენი მოსაზრება მითხარი ამას. ხო, მოკლედ ახლა ომანის მედიატორის როლიდან ამოგდება ალბათ მაინც დაკავშირებულია იმასთან, რომ ომი წარმოებს სპარსეთის ყურეში, რამდენიმე თავდასხმა მოხდა თვითონ ომანზეც, მაგრამ ომის დასაწყისში როგორც მახსოვს, მაგრამ შემდგომ არ გაგრძელებულა. პაკისტანი აირჩა, იმიტომ რომ თვითონ ირანულმა ხელისუფლებამ გამოხატა ნდობა მისი ამ მეზობლის მიმართ და გარკვეულწილად ის რომ საერთო ინტერესი აქვს რაღაც საკითხებში პაკისტანთან ირანს იგივე მაგალითად ისრაელთან წინააღმდეგობა იგივე პალესტინის საკითხი მაგალითად გუშინ გავრცელდა საკმაოდ რადიკალური განცხადება პაკისტანის თავდაცვის მინისტრის ხაჯივა ასიფის, რომელმაც შეიძლება ვთქვათ, რომ ნახევრად ანტისემიტური განცხადება იყო, რომ რაღაცა მთავარი ბოროტება რეგიონში არის ისრაელი, რომელიც ევროპელებმა აქ რაღაცა შეგვიქმნეს და სანამ ის არ მისი რაღაცა ეგზისტენცია არ გაქრება რეგიონში, მანამდე მშვიდობა არ დაისადგურებს, ამას მოყვა საკმაოდ მწვავე რეაქციები ისრაელში, რომ არ დაუშვებს ისრაელი მსგავსი ტიპის განცხადებებს ისრაელის მიმართ. ხო, თვითონ რაც შეეხება შეხვედრას, ჯერჯერობით მაინც არ არის დადასტურებული, რომ ეს შეხვედრა ხვალ გაიმართება რაღაცა კონკრეტული დღე, არის საკმაოდ მკვეთრი პოზიცია თეირანის მხრიდან, რომ თუ კი ეს წინასწარ შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა არ მოიაზრებს ყველა ფრონტს, იქნება ეს რაღაცა ორივე ისრაელის მიმართულებით ჰეზბოლა იქნება ჰუსიტები და ერაყის ჰაშთალ-შააბი, მანამდე ასე ვთქვათ არ არის თანახმა, რომ შეხვდნენ ირანს ეყოლება ორი წარმომადგენელი, პარლამენტის სპიკერი მუჰამედ ყალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არახჩი. ხოლო აქედან როგორც ახსენე JD Vance და ვიტკოფი და კუშნერიც იქნება. თვითონ ახლა JD Vance, ხო, ესეც თუ გახსოვთ, ალბათ ომის დასაწყისში თვითონ გავრცელდა ინფორმაციები, ახლა ეს არ ვიცი რამდენად დასტურდება, მაგრამ პოტენციურ მოლაპარაკებებში ირანს სურდა, რომ JD Vance ყოფილიყო მათთან, იმიტომ რომ როგორც ახსენე, ახლა ეს კუშნერი და ვიტკოფი არის ცალსახად რაღაცა ნეთანიაჰუს ინტერესების გამტარი სოფლიო მასშტაბით და ისიც უნდა ვახსენოთ, რომ თუნდაც მოლაპარაკებები ამერიკა-რუსეთს შორის წარმოებს ვიტკოფის გავლით და ჯერჯერობით არანაირი რაღაცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტა ამ მოლაპარაკებებში არ ყოფილა, ამიტომ რაღაცა შეიძლება ირანს სურდა ოფიციალური სახელმწიფო წარმომადგენელი, რომელსაც მეტნაკლებად, ახლა ვერ ვიტყვით რა დისტანცირებული პოზიციები აქვს ამ დანარჩენ პოლიტიკური ისტაბლიშმენტისგან, თუმცა რაღაცა სხვა ხაზი აქვს თეთრ სახში, მოდი ესე ვთქვათ. მოდი ესე ვთქვათ, აი ყველა განხილვაში, რომელიც მეტნაკლებად რაღაცა ამ თემას ეხება ხოლმე, აი მაგალითად ის სამი ყველაზე დაახლოებული პიროვნება, ვთქვათ, ადმინისტრაციის შემადგენლობიდან, ხო, Pete Hegseth, Marco Rubio და JD Vance. JD Vance ითვლება მაინც რომ ყველაზე ნაკლებად უჭერს მხარს ან ზოგჯერ წინააღმდეგიც მიდის, ვთქვათ, საომარი მოქმედებების და მოიაზრება როგორც ვთქვათ მოწინააღმდეგე აი ამ შიდა წრეში სამხედრო კამპანიის. შეიძლება ესეც რაღაცა პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილია იმ გაგებით, რომ იგივე მაგას მოძრაობა სჭირდება რაღაცა დონის დამამშვიდებელი პერსონაჟი თეთრ სახში. იმიტომ რომ ახლა რატო ვიძახი ამას? ერთხელ თქვით ადრე რომ რესპუბლიკელები ალბათ მაინც ეცდებიან რომ ერთ მხარესაც ყავდეთ კანდიდატი და მეორე მხარესაც მომავალი არჩევნებისთვის, ხო? ამის თქმის საშუალებას იძლევა ის რომ თვითონ JD Vance-ის ასე ვთქვათ, როგორ გითხრა ხა პროტეჟე, ვინც ის მოიყვანა პოლიტიკაში და ხელი შეუწყო და წინააღმდეგი იყო, ეს არის პიტერ ტირი, პალანტირის ერთი მფლობელი, რომელიც არის ყველაზე ორგანიზაცია ხელოვნური ინტელექტის და შეიარაღების მწარმოებელი, რომელსაც საკმაოდ მსუყე კონტრაქტები აქვს პენტაგონის ტენდერებში მოგებული, რომელიც ასე ვთქვათ CEO-ები საკმაოდ პრო-საომარი რიტორიკით გამოირჩევიან და პრო-ისრაელის პოზიციები აქვს. ამიტომ რაღაცა JD Vance შეიძლება აი როგორც ვახსენე, ეს იყოს რაღაცა პოლიტიკური ფარი, რომლის გადარჩენაც მიდის, პოლიტიკური გადარჩენაც მიდის ახლა, რომ საომავლოდ ის იყოს, ასე ვთქვათ, აირჩეს 2028 წელს პრეზიდენტად. შეიძლება ეს პროცესია ახლა, იმიტომ რაღაცა
თუ მას ქონდა რაღაც პოლიტიკურად რადიკალური პოზიციები, მაშინ გარკვეულწილად რაღაცა შეიძლება და პოსტიც კი დაეტოვა, ხო, ამ შემთხვევაში რაღაც ანტისაომარი და ანტიინტერვენციონისტული პოზიციები. თუმცა ბოლოს საკმაოდ ანუ ტრამპის ხარდაჭერი ან პოზიცია დაიკავა, როდესაც თქვა, რომ ის 10 პუნქტიანი მოთხოვნები, რომელიც ირანმა გაუგზავნა, ეს ჩვენთვის მიუღებელია, რომ მაგალითად იგივე ლიბანის ფრონტი არ მოიაზრებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, ამიტომ მანაც გაიმეორა ეს რაღაცა ნეთანიაჰუს რაღაცა სათქმელი. თუმცა ხა ისიც ნაწილობრივ ხუმრობით ეგ 10 პუნქტიანი ისა მოთხოვნები შეიძლება ჩემთვისაც მიუღებელი იყოს, ანუ ისეთი რამე წერაში არა, ჩემთვის არა, ჩემთვის იმ გაგებით რომ ხვდები რამდენად არარეალისტური შეიძლება იყოს ნაწილობრივ ამ მოთხოვნები, ამას გულისხმობ, რომ ჩემთვისაც მიუღებელს ვამბობ რა. ხო, პერსპექტივით შეიძლება ხო არარეალისტური. თვითონ ეხა პროცესს რო დაუკვირდეთ, აი რეტროსპექტულად უფრო შეიძლება რომ ანალიზი ვაწარმოოთ, ხო? აი ეს მოვლენა, რომელიც მოხდა ისპანიის რეგიონში, როდესაც ორი C-130 ტიპის ავია ტვირთავი და ორი ამის გარდა დაივიწყო, ამის გარდა ცხადია თუ მოლაპარაკების მაგიდასთან JD Vance უნდა დაჯდეს და წარმომადგენელი უნდა იყოს, წინასწარ ვერ შექმნის იმ განწყობას, რომ ისე თანხმება ამ 10 პუნქტს და პირიქით ანუ ეგ ნიშნავს რომ ეს არ ნიშნავს რომ სუსტი პოზიციიდან მიდის მოლაპარაკებებს. უბრალოდ ეს შეიძლება იყოს სამუშაო დოკუმენტი, შეიძლება საერთოდ არაფერზე შეთანხმდენი მათი დოკუმენტი. ხო, უბრალოდ რაღაცა გარკვეულწილად, როგორ ვთქვათ, ფორმალური თანხმობა განაცხადა ტრამპმა იმისათვის, რომ მოლაპარაკებები დაწყებულიყო. ანუ ეს რო არ გაეკეთებინა, იმაზეც ასე ვთქვათ, თანახმა არ იქნებოდნენ ამ მოლაპარაკებებზე ირანელები, იმიტომ რომ ირანში საკმაოდ რადიკალური განწყობებია, ანუ არანაირი მოლაპარაკებები, არანაირი დიპლომატიური კომუნიკაცია შეერთებულ შტატებთან, თვითონ მოსახლეობა ესეთი, ან მაგალითად აქციების კადრები ვრცელდება და სადაც ყვირიან, რომ არანაირი მოლაპარაკება და საკმაოდ ესეთი ეჭვის თვალით უყურებენ ამ პროცესსაც. მეტიც, მაგალითად სხვათა შორის ამ დღეს გარდიანზე ვნახულობდი, რომ განსხვავდება გარკვეული თვალსაზრისით, აი ერთ ტერმინში ყოველ შემთხვევაში განსხვავდება ირანული ვერსია დოკუმენტის და ინგლისური ვერსიაც, იმიტომ რომ ირანულ ვერსიაში არის დატოვებული გამდიდრების ნაწილი, ურანის გამდიდრების ნაწილი და ინგლისურ ვერსიაში არ არის ეს გამდიდრების ნაწილი დატოვებული. ანუ რეალურად შიდა საზოგადოებაზე ორიენტირებულ დოკუმენტში არის უფრო მაღალი მოთხოვნები, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ითქვას რა, რომ საზოგადოება რაღაცნაირად დაეთანხმოს ამას, იმიტომ რომ ირანის ხელისუფლებაც ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდა საზოგადოების კონსოლიდირებას და ვთქვათ, აი ამ ასე ვთქვათ, სიმყარის შექმნას, რომ ყარად დგას საზოგადოება და ხელისუფლება აგრესორის წინააღმდეგ და ეხლა უცებ რაღაცა დათმოს, ეგეთ მარტივი მათთვისაც არ იქნება. კი, როდესაც უპირატეს პოზიციაშია. შეიძლება ეს იყოს თვითონ მოდერატორის პაკისტანის რაღაცა ხრიკი, რომ შეიძლება მათ შეცვალეს, რომ რაღაცა გარკვეულწილად თანხმობა შემდგარიყო, ხო, მაგრამ აი მაგალითად იგივე ეს ლიბანის ფრონტის საკითხი გაურკვეველია, ხო, მაგალითად აი მოდერატორი იგივე ეს პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფი ამბობს, რომ ეს იყო ნახსენები და ლიბანის პრემიერ-მინისტრი, ასე ვთქვათ, თხოვს, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ იყო თუ არა ეს მართლა ამ მოლაპარაკებების ნაწილი და ჯერჯერობით ამის შემდგომ უკვე ეს პასუხი აღარ გაუციათ, იმიტომ რომ სავარაუდოდ ამ შეთანხმების გაცხადების შემდგომ მოხდა სატელეფონო, სავარაუდოდ არა, მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია ნეთანიაჰუს და ტრამპს შორის, სადაც ნეთანიაჰუმ მოთხოვა, რომ ასე ვთქვათ, ეს ლიბანის ფრონტი, ასე ვთქვათ, ამოღებულიყო ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან და შემდგომ გამოვიდა ტრამპი და ახსენა, რომ ეს ჰეზბოლა, ეს როგორ თქვა იცი, ეს არის პატარა შეტაკებებიო და ამასო ეხლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჰეზბოლა ისრაელის შეტაკებებიო და შემდგომ გაიმეორა წეღარაც ვახსენე JD Vance-ის 1500 ადამიანი მკვდარი და 1,200,000 არის ტოლული. ხო, მის დაწყებიდან ბოლოს აი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაცხადებიდან რაღაცა მომენტალური, ასე ვთქვათ, ესკალაცია მოხდა, როდესაც ბეირუთის პრაქტიკულად ცენტრი დაიბომბა და 260-მდე ადამიანი დაიღუპა.
და 1000-ზე მეტი არის უკვე დაშავებული. პრინციპში შეიძლება ითქვას ისრაელისთვის ეს არის მართლაც ხელსაყრელი პაუზა, ასე ვთქვათ, როდესაც ირანთან არ მიდის, ესე ვთქვათ, დაპირისპირება, იქიდან არ მოდის საპასუხო რაკეტები და შეუძლია ამ პაუზით ისარგებლოს იმისთვის, რომ ვთქვათ, ლიბანში საკუთარ ინტერესს მიაღწიოს, ხო? მაგრამ აქ არის საკმაოდ როგორ გითხრათ კარგი მანევრი ირანის დიპლომატიის კუთხით, რომ ის ასე ვთქვათ, იმ იძულებით, რომ შეერთებულ შტატებს აიძულებს, რომ ლიბანი იყოს აი ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი, ამით ის აიძულებს შეერთებულ შტატებს, რომ გამოკვეთოს, ანუ განასხვაოს საკუთარი ინტერესი ისრაელის ინტერესისგან. ხო, ამითი, ანუ ეს ლიბანი იქნება თუ არა ამ შეთანხმებაში, ჩვენ შეიძლება დავადგინოთ რა არის ისრაელი შეერთებული შტატების ნებას დამორჩილებული თუ ისრაელის ნებას არის დამორჩილებული შეერთებული შტატები ეს საკმაოდ ესეთი კარგი მანევრია რა ამ თვალსაზრისით რასაც ბევრი ასე ვთქვათ უქებს კიდევაც იგივე აი მარახჩის და რადგან მოდი ლიბანზე რადგან დავიწყეთ საუბარი მოდი შენი მოსაზრება მაინტერესებს როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ფრონტი იმიტომ რომ თქვათ პირობითად რაღაცა ისეთ თემაზე შეთანხმდნენ ამერიკელები და ირანის წარმომადგენლები, იმიტომ რომ აქ მე არ დაგვავიწყდეს მათ შორის იმის ხაზგასმა, რომ ბევრს საუბრობენ ახლა ჩინეთის ჩარევაზე და ჩინეთის მიერ, თქვათ, ირანზე ზემოქმედებაზე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ ერთი წუთი ეს გვერდზე გავწიოთ და თქვათ ეს ჩარევები ყველაფერი გავითვალისწინოთ და რაღაცა ტიპის მართლაც და დამყარდა რაღაცა ტიპის, ესე ვთქვათ, შეთანხმება ამერიკასა და ირანს შორის, ხო? ნუ ორმუზის სრულ ტესტთან დაკავშირებით იქ ირანი ამბობს, რომ მე უნდა გავაკონტროლო, არა მხოლოდ თვითონ ომანიც, ამ შემთხვევაში ომანმაც უნდა მიიღოს გარკვეული სახსრები. ბუნდოვანი ჩდება რეპარაციების საკითხი, ანუ გულისხმობს თუ არა ირანი რეპარაციებში რეპარაციებად მოიაზრებს თუ არა ჰორმუზიდან გადახდილ თანხებს თუ ცალკე უნდა იყოს არა რატომ ვიცი რომ კი ცალკე თითქოს მოითხოვეს მაგრამ ამასთან ერთად აღნიშნეს რომ ჰორმუზიდან შემოსული თანხები რეკონსტრუქციას მოხმარდებაო ანუ შეიძლება თუ არა საბოლოო ჯამში ეს გატარდეს ასე რომ აი ამერიკა დაეთანხმა იმიტომ რომ ესეც მოლაპარაკებების საკითხი ხო მაგას ვამბობ რომ ყოველთვის იწყებენ მაქსიმალისტური პოზიციები კი მაგას ვამბობ რომ ანუ ისე ახსენეს ეს ჰორმუზის საკითხი რომ შეიძლება ამერიკა დაეთანხმოს იმ პერსპექტივიდან რომ აი ეს რაღაცა რეკონსტრუქციაში წავიდეს ეს თანხები მაგრამ როგორ რჩება შემდეგ ლიბანის და იგივე იემენის საკითხი ანუ ამ ორ ფრონტზე ისრაელის და თქვათ დამოკიდებულება რა პროცესები შეიძლება გაგრძელდეს აქ იმიტომ რომ ნუ თქვათ ირანი და ამერიკა რაღაცაზე შეთანხმდნენ მაგრამ ვერც ამერიკა მიატოვებს ისრაელს ასე მარტივად და არც ისრაელი იტყვის უარს ამ თავის სამეზობლოში გაფართოებაზე ხო ისიც უნდა ვახსენოთ რომ მე მგონი გუშინ გვიან ღამით ნეთანიაჰუ მოითხოვა მოლაპარაკებების დაწყება ლიბანის ხელისუფლებასთან, რომ მოხდეს ჰეზბოლას განიარაღება და ამ შემთხვევაში შეწყვეტს ის ცეცხლს. ეხლა თუ შევხედავთ სურათს, ომის გაჩერება ნეთანიაჰუსთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, იმიტომ რომ მან ვერანაირი შედეგი ვერ დადო და ესეთი არნახული ზიანი მიაყენა ისრაელს, ხო? ამიტომ უკაცრავად არ შეიძლება რომ ჩავთვალოთ აი ეს ლიბანის რაღაცა ამწუთას კონტროლი, რაზეც კონტროლი აქვს ამწუთას, ეგ შედეგად ვერ ჩავთვალოთ. ანუ ის კონტროლი, რაზეც იყო გათვლილი ეს ინტერვენცია, ის კონტროლი მას არ დაუმყარებია, რამდენიმე სოფელზე აქვს, ნუ შედარებით დაბა სოფლელი საზღვრისპირებზე კონტროლი, რომელზედაც შეიძლება ითქვას, რომ აქამდეც ჰქონდა. ანუ ის დინარე ლიტანამდე კონტროლი მას არ აქვს. ანუ ეს იყო გეგმა, რომ მოხდებოდა სწრაფი ოკუპაცია ამ ტერიტორიების, იმიტომ რომ იყო მოლოდინი, რომ ჰეზბოლას აღარ ექნებოდა წინააღმდეგობის შესაძლებლობა, იმიტომ რომ გასული წელი პრაქტიკულად ცალკარას თამაშობდა ისრაელი, ბომბავდა ლიბანს და პასუხად ანუ ჰეზბოლა არ ცემდა პასუხს და ეს ქმნიდა ამ განწყობას. თუმცა ეს გეგმა რაც არსებობდეს რაღაცა ბლიცკრიგი დავარქვათ იმას, რომ მთლიანად სამხრეთ ლიბანის დაკავება ეს ბლიცკრიგის გეგმა ჩავარდა, ამიტომ პირიქით აქაც როგორ გითხრა ტაქტიკური ზარალი აქვს, იგივე ეს გავრცელდა ეს
ანახული რაოდენობით მერკავას ტანკების დაზიანება, აფეთქება, იგივე ეს დრონების გამოყენება ჰეზბოლას მხრიდან, რომელიც ახალ საფეხურზე წევს, ასე ვთქვათ, დაპირისპირებას. მაგრამ უყურე აქ საინტერესო მოვლენა შეიძლება დათანხმდეს ნეთანიაჰუ ამ ლიბანის ფრონტის შედროებით დაპაუზებას, ბუნებრივია ხა ეს სრული რაღაც მშვიდობა იქ არ დამყარდება, მაგრამ დღეს გავიდა ვადა, როდესაც ასე ვთქვათ, ისრაელმა მოთხოვა უკვე ღაზაში ჰამას სრული განიარაღება, რაზეც ჰამასი უარზეა. ამიტომ შეიძლება ფრონტმა, კონფლიქტმა ისევ გადმოინაცვლოს ღაზაში, ხო? ეხა ეს ღაზაში კიდე ფრონტის ომის დაწყება კიდე არ ვიცი. იქ სრული კატასტროფაა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ფრონტის ტრანზიციაც არ არის ახლა ნეთანიაჰუსთვის ხელსაყრელი, იმიტომ რომ ის ზარალი რაც მიიღო ქვეყანამ, ეს ამით ვერ გამართლდება და მორატორიუმი თუ ქონდა აქამდე პოლიტიკურ ოპოზიციას, კონკრეტულად მთავარ ლიდერს იარ ლაპიდს, რომ ომის დროს არ შეიძლებოდა რაღაც კრიტიკის ფორმატში ყოფნა, ეს მორატორიუმი დაირღვა, რომ აი ეს ამ ომმა ჩვენ მოგვაყენა რაღაცა ისტორიულად ყველაზე დიდი დარტყმა, ამას არ აქვს არანაირი გამართლება, ჩვენ ვერაფერი ვერ მივიღეთ, ეს არის ნეთანიაჰუს ბრალი და ასევე ახსენეს ისიც, რომ როგორც კი შეწყდება კონფლიქტი, დაიწყება აი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ეს კორუფციული ბრალდებების სასამართლო პროცესი. ამიტომ აქ ძალიან რთული საკითხია, როგორ წავა ეს მოვლენები, თუმცა აი როგორც ვახსენე, თუ კი შეჩერდა ლიბანის მიმართულება, მაშინ ნიშნავს იმას, რომ ეს შეერთებული შტატების ტრამპის ზეწოლა მიმუშავა ნეთანიაჰუზე. თუ არა და ეს გამოდის, რომ ისრაელს აქვს უფრო მეტი, ასე ვთქვათ, წნეხის ბერკეტები თეთრსახზე, ვიდრე პირიქით. ესე იგი, ახლო აღმოსავლეთში თუ უკნა ღმერთმა და უცებ მშვიდობა დამყარდა, ნეთანიაჰუმ შეიძლება ტაივანზე გაილაშქროს, ხო, რომ რაღაც ახალი კონფლიქტი შეიქმნას მის რაღაცა ყურადღების გადასატანად. კარგი, მოდი ჩინეთის საკითხი, ტაივანი ვახსენეთ და ჩინეთის საკითხი. ახლა ჩინეთზეც მინდა მე თქვა, ეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩინეთი ჩაერთო ამ მოლაპარაკებებში და განახორციელა ზეწოლა, რომ ირანი დათანხმებული იყო ამ შეთანხმებას, უბრალოდ დიპლომატიურ პროცესზე გადასვლას, თვითონ ირანელი ანალიტიკოსები ამას არ ადასტურებენ, რომ ეს ასე იყო. არ ვიცი ხა შეიძლება იმათაც არ აქვს ეს ინფორმაცია. მაგრამ ხო შეიძლება არ სურთ, ხო, არ ვიცი ხა ამას ზუსტად ვერ ვიტყვით, იყო თუ არა ეს ფაქტორი. ერთი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება მანამდეც და მე მგონი ამ კითხვაზე საპასუხოთაც, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ამ პროცესს და აი რაღაც თქვა არსებობდა პაკისტანის 5-პუნქტიანი გეგმა და იმასაც მხარს უჭერდნენ და ასე შემდეგ და რაღაც ასე შემდეგ და მოწოდებები სულ იყო. ეხლა მოდი ესე შევხედოთ ამ პროცესს, ანუ შეიძლება თუ არა მაგალითად ასე ვთქვათ ჩინეთისთვის საინტერესო იყოს ამ ისა რა ქვია კონფლიქტის დასრულება, ხო? ანუ რა შეიძლება იყოს სარგებელი და რა შეიძლება იყოს პირიქით, იმიტომ რომ ერთის შეხედვით ესე რომ შეხედო კონფლიქტში ჩართული ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ის ჩინეთის მთავარი ოპონენტია, ასე ვთქვათ, ну ეკონომიკაში ყოველ შემთხვევაში და გლობალურ პოლიტიკაში მთავარი ოპონენტია და ეს მთავარი ოპონენტი შევიდა კონფლიქტში, რომლის მიზნებიც ესე ვთქვათ რაციონალურად არ იმზირება, ასე ვთქვათ, ვერ დაინახავ, ასე რომ რა შეიძლება იყოს, არის გარკვეული ესე ვთქვათ შეფასებები ამ მიზნებთან დაკავშირებით და ანუ ესეთი ალტერნატიული რო ეს აწყობს ამერიკას და რაღაც ასე შემდეგ ესეთი რამეები არის, მაგაზე თუ გინდა მე ვილაპარაკოთ, საინტერესოა ეს პოზიციებიც, მაგრამ ну ზედაპირზე თითქოს რაც ჩანს შევიდა კონფლიქტში, რომლიდანაც შედეგებს ვერ იღებს და როგორ გამოვიდეს არ იცის. თითქოს შენი ოპონენტი ამ მდგომარეობაში რო აღმოჩნდება, ამაზე სასურველი რა უნდა იყოს, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს პოტენციალი იმისა, რომ შენი მოკავშირე ანუ აუნაზღაურებელ ზარალში შევითეს. ანუ იმდენად მოირღვეს მისი ინფრასტრუქტურა, იმდენად ჩამოიშალოს, რომ მართლა ქვის ხანაში შეიძლება გადაიყვანოს. ანუ ამის პოტენციალი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოდი შევთანხმდეთ, რომ აქვს, რომ
ისა რა ქვია განადგუროს მთლიან ხა რას მოსთხოვენ მე რა შედეგებს გამოიღებს ეს ყველაფერი საერთაშორისო საზოგადოება ასე შემდეგ ესენი ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ თეორიული პოტენციალი იმისა და პრაქტიკული პოტენციალიც იმისა რომ ირანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ირანის ინფრასტრუქტურას ეკონომიკას და ყველაფერს ამის შესაძლებლობა სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ხო, ანუ კიდევ საინტერესო მოვლენა მოხდა ჩინეთთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭომ კენჭი უყურა ჰორმუზის სრუტის ძალის მიერ გახსნას. რომელზედაც ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დააწყეს. ანუ ეს ეხლა ვერ ვიტყვით ესე რომ ჩინეთს სურდა ამ კონფლიქტის გაგრძელება, უბრალოდ ეს იყო ირანის მხარდამჭერი პოლიტიკური განცხადება, რომელიც სხვაგვარად არ გამოდიოდა. ხო, ეხლა შენ რაც ახსენე, ისიც უნდა ვახსენოთ, ჰორმუზის სრუტე კი იყო დაკეტილი, მაგრამ ჩინური ტანკერები ყოველთვის გადიოდნენ, ხო დეფიციტი ჩინეთს არ ექნებოდა საწვავისა და ნავთობის მომარაგებს. შეიძლება ექნებოდა თხევადი გაზის, რომელიც ყატარიდან გადიოდა, იმიტომ რომ ყატარმა დახურა ეს გამათხევადებელი ქარხნები, რაც არსებობდა. ხო, ანუ შეიძლება ახლა ისე ზოგად შეფასებას თუ მივცევთ, რომ ჩინეთი მაინც არის რაღაცა მშვიდობის ფორმატში ოპერირებადი რაღაც საერთაშორისო ძალა, რომელსაც სურს გარკვეულწილად სტატუს-კვოს ფორმატი. მას არ სურს რაღაც რადიკალური ცვლილებები. შეიძლება გარკვეულწილად ხო, რაღაც ზემოქმედებაც იყო, ამას ვერ გამოურიცხავთ, მაგრამ როგორ გითხრათ, ხო, მე მინდოდა მეთქვა თვითონ აი ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ხო შერაც ახსენე, მოდი ამას დავამთავრებ. შეიძლება ჩინეთს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელები მართლა აპირებდნენ ამ ესკალაციის საფეხურის გაზრდას. აი რაც ახსენა ეს ქვისხანაში დაუბრუნებ ირანს და ასე შემდეგ. და შეიძლება უკვე გადაწყვეტილიც იყო აი ამ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მიტანა, როგორც ნავთობ, ასევე ელექტროსაწარმო სადგურებზე, ხო? შეიძლება ის რაც ახსენე, შეიძლება ეს მართლაც ასე იყო, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში უკვე რაღაცა როგორ გითხრა ირანი ხდებოდა როგორ საინვესტიციოთაც საომავლოდ სათანამშრომლოდ უკვე არასაინტერესო სახელმწიფო, რომლის ომამდელი სტატუს-კვოს დაბრუნებამდე დაჭირდებოდა საკმაოდ დიდი დრო და შეიძლება ესეც აბსოლუტური სპეკულაციებია, შეიძლება ჩინეთმა თხოვა კიდევაც რომ ირანს რო გარკვეულწილად აი ამ დიპლომატიურ პროცესზე დათანხმებულიყო და გავრცელდა ინფორმაცია რომ თვითონ აიათოლა დათანხმდა აი ამ დიპლომატიურ პროცესს და მან წარადგინა ეს 10 პუნქტიანი მოთხოვნები და მან ასე ვთქვათ დაავალა ამ დიპლომატიურ კორპუსო აი ამ მოთხოვნებზე ამის მიხედვით. მაგრამ არის მეორე პერსპექტივაც ამ თვალსაზრისით რომ ირანს არ სურს ომის შეწყვეტა და სპეციალურად დააყენა ესეთი მოთხოვნები, რომელიც პრაქტიკულად შეუსრულებელია შეერთებული შტატების მხრიდან. ესეთი პერსპექტივაც არსებობს. იგივე ეს ლიბანის ფრონტის გაჩერებაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ისეთი მოთხოვნა, რომელზედაც შეერთებული შტატები უარს ვერ ათქმევინებს ნეთანიაჰუს. ბევრი კუთხით შეიძლება შევხედოთ. ხო, რაც შეეხება თვითონ ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რატო მოხდა ახლა? იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით უკვე მარტის შუა პერიოდიდან ტრამპის მხრიდან გვესმოდა რომ გარკვეულწილად აი მოლაპარაკებებში ვართ რაღაცა კარგი სიგნალები მოდის რაღაცა, ანუ გარკვეულწილად იგრძნობოდა სურვილი იმისა რომ რაღაცა ტიპის შეთანხმება მომხდარიყო ცეცხლის შეწყვეტაზე. გასული კვირის მოვლენები იყო საინტერესო ამ თვალსაზრისით, როდესაც აი დავიწყე საუბარი ისპანიის რეგიონში მოხდა ეს ორი ავიამზიდის და აპაჩის არა შავი ქორის ტიპის ვერტფრენის განადგურება. ეს იყო რაღაც როგორც შემდგომ საუბრობენ სპეცოპერაცია, საჰაერო სადესანტო სპეცოპერაცია, რომლის მიზანი შეიძლება იყო ისპანიის ბირთვული რეაქტორის დაზიანება. ეხლა ვარაუდია რომ იქ და რაღაც გამდიდრებული ურანი უნდა წაიღოთ, მაგრამ ეს გამორიცხული ამბავია, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ურანის გადაზიდვა არ ხდება საჰაერო გზით. ეს არის საკმაოდ და მით უმეტეს გამდიდრებული ურანის, ხო? ამიტომ რაღაც შეიძლებოდა რაღაც ან თვითონ ამ სადგურის აფეთქება, იქ აფეთქება რა საწარმო სივრცის აფეთქება სავარაუდოდ იქ არც იყო ეს გამდიდრებული ურანი, რომელიც შემდგომ გამოაცხადებინებდა ტრამპს, რომ აი მიზანს მივახციე, რაღაცა ირანს აღარ აქვს ურანის გამდიდრების შესაძლებლობები და მე ამ ომიდან მივდივარ. მაგრამ როგორც გავიგეთ, ეს ოპერაცია საკმაოდ ჩავარდა. კი ბატონო.
ამ დღის მერე მოხდა წინა პოდკასტშიც ვახსენეთ ჩვენ პიტ ჰექსეტმა, როდესაც დაიბარა მთელი გენერალიტეტი და გაუშვა 34 გენერალიდან 12 გაუშვა მან შორის გენშტაბის უფროსი. ანუ აქედან უკვე ჩანს რომ შეერთებულ შტატებს აბსოლუტურად გეგმა აღარ ქონდა როგორ უნდა გაეგრძელებინა ომის წარმოება და აქედან უკვე იწყება იმაზე ანუ ეს ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე ამ დიპლომატიურ პროცესზე აქტიური ასე ვთქვათ საქმიანობა. ასევე კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა მოხდა შეერთებულ შტატებში, ეს არის FBI-ის დირექტორის გადაყენება, პენ ბონდი გადააყენეს, რომელიც ეპშტეინის ფაილებზე იყო თავად მიბმული. შეიძლება ესეც შეიძლება რაღაცნაირად შეიძლება მივაბათ ამ ეპშტეინის ფაილებს. თუ ეპშტეინის ფაილების მიხედვით არ იქნება ზეწოლა პოლიტიკური წნეხი ტრამპზე, ტრამპი თანახმაა რომ ეს ომი გააჩეროს. შეიძლება ესეც კი რაღაცა მოვიაზროთ და დაუკავშიროთ ეს პენ ბონდის გადაყენება, იმიტომ რომ ცოტა უცნაური ხა რატომ ახლა. ვინ არავინ საუბრობდა ეხა აი ამ ეპშტეინის ფაილებზე, გარკვეულწილად რაღაცა მიიჩქმალა და რაღაცა ხო ეხა თან ერთ-ერთი ფავორიტი იყო პენ ბონდის, სხვათა შორის, როდესაც დგებოდა სამთავრობო კაბინეტი არა, მაგრამ ასე ვთქვათ ეს ძალოვანი სტრუქტურების ლიდერშიპი, პენ ბონდი იყო ტრამპის ერთ-ერთი ფავორიტი. ამიტომ ხო რაღაცნაირად შეიძლება ესეც დაუკავშიროთ. ეხლა მე ამას ვერ ვამტკიცებ, მაგრამ არის ლოგიკა. ერთი მომენტი, რაზეც მინდა რომ შენი მოსაზრება, ანუ არის გარკვეული ექსპერტები, სპეციალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ამერიკის მხრიდან, გარკვეულ ლოგიკას და გარკვეულ გეგმას მიყვება, ასე ვთქვათ. ხო და ანუ ეს არ არის რაღაცა ესეთი სპონტანური და მარცხისთვის განწირული პროცესი, იმიტომ რომ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც გარკვეული თვალსაზრისით ფლობს რა საკუთარ ნავთობ რესურსებს, კანადის ნავთობ რესურსებს, ახლა უკვე ვენესუელის ნავთობ რესურსებს. ასე ვთქვათ, მე აქვს თავისი ესე ვთქვათ ბუნებრივი აირი, ანადგურებს ახლო აღმოსავლეთის ასე ვთქვათ პოტენციალს ენერგობაზარზე და ქმნის საკუთარი თავისთვის, მომავლისთვის, ესე ვთქვათ, აი ამ პროცესიდან გამომდინარე ქმნის მაგალითად გამოცემულობას, როცა ასე ვთქვათ, ის ერთადერთი, თუ ერთადერთი არა, ყოველ შემთხვევაში ცენტრალური მიმწოდებელი იქნება ენერგორესურსების სოფლიო ბაზარზე. და ეს ყველაფერი ამას ემსახურება მაგალითად. და კიდე რა არის მსგავსი რაღაცა განმართლებები, რომ თვითონ ტრამპს ამის გეგმა აქვს და ამ გეგმას მიყვება და ეს არ არის რაღაცა ვთქვათ უგეგმოთ დაწყებული პროცესი და ასე შემდეგ. მე მეჩვენება, რომ ეს არის რაღაც გარკვეული თვალსაზრისით, თუმცა საინტერესო მოსაზრებები არსებობს ამ მიმართულებით, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ეს არის ესე ვთქვათ ამერიკის ყოფილი დიდების გამოძახილი, რომ აი უგეგმავად როგორ იზავდნენ ამერიკელები ამას ყველაფერს და როგორ შეიძლება ამერიკას არ ქონდეს სტრატეგია და ასე შემდეგ. ხო, იმის გამოძახილი უფრო მგონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შერას ფიქრობ, ანუ შესაძლებელია, რომ არსებობდეს რამე ისეთი გეგმა, რომელიცაც ისინი ამ პროცესს ახორციელებენ და მოახერხებენ გრძელვადიან პერსპექტივაში უპირატესობის შენარჩუნებას სოფლიოში. ლოგიკურად ეს სურათი შეიძლება არის ლეგიტიმური, მაგრამ შეერთებული შტატების ნავთობ წარმოება არის პირველ ადგილზე უკვე და საკმაოდ გაასწრო საუდის არაბეთის და რუსეთის ნავთობ წარმოებას, თუმცა მისი მოხმარება იმდენად მაღალია, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს საექსპორტო პოტენციალი ნავთობის. რაღაც დონის კი, მაგრამ რაღაცა გლობალურად მოამარაგოს მაგრამ ეხლა ვენესუელა ემატება ამას. ვენესუელას ნავთობიც არ არის რთული გადასამუშავებელი რაოდენობრივადაც თვითონ ExxonMobil-ის CEO თქვა, რომ ვენესუელას ნავთობის მოცულობებით ამოღებას საჭირდება წლები, იმიტომ რომ ფიზიკურად ინფრასტრუქტურა არ არის. იმიტომ რომ ამ სანქციების შედეგად ვენესუელამ წლები იმყოფება, ვერ მოახერხა ეს ინფრასტრუქტურის განვითარება. გადასამუშავებლადაც რთული პროცესია. ამიტომ იგივე თუნდაც თხევადი გაზის მიმართულებითაც უფრო მეტი რესურსი აქვს შეერთებულ შტატებს საექსპორტო, თუმცა ის რომ რაღაცა დააკმაყოფილოს საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა, ესეც ამდენის რესურსი არ გააჩნია. აქ ჩემი აზრით იყო ასეთი სცენარი,
ომის დაწყებიდან რომ მაგალითად უნდა ჩამოშლილიყო ასე ვთქვათ პოლიტიკური ინსტიტუციები, პოლიტიკური ძალაუფლების ვერტიკალი, მოხდებოდა რაღაცა შიდა არეულობები და ჩემი აზრით ომის დასაწყისშივე იყო გეგმა სახმელეთო ინტერვენციის 50000 ადამიანი გაგზავნილი იყო ჯარისკაცი სპარსეთის ყურეში, რომელსაც უნდა დაეკავებინა ეს სპარსეთის ყურის პირა, მთლიანად ნავთობის ინფრასტრუქტურა და მთლიანად კონტროლი გადავიდოდა, როგორც ვენესუელის ნავთობის კონტროლი პრაქტიკულად გადავიდა შეერთებული შტატების ხელში, იგივე ირანის ნავთობის რესურსების კონტროლი გადავიდოდა, იგივე ეს ხარგის კუნძულზე არის საუბარი აბადანის ნავთობგადამამუშავებელ რაღაცა ინდუსტრიაზე. ან უკვე თუ კი ქვეყანა ჩამოშლილია რაღაცა შიდა ქაოსია, ეს უკვე მარტივი იქნებოდა, წინააღმდეგობა არ იქნებოდა. ასეთი წარმოდგენა არსებობდა. და უბრალოდ მე ეს დისკურსშიც რაღაცა ინერციით შემოვიდა მედია, რომ აი ხარგის აილენდი რა კუნძული არის სამიზნეში და ასე შემდეგ. მაგრამ უკვე ძირძველი ქართული სიტყვა, რადგან ხო რაღაცა გეგმის პირველი ნაწილი არ გახორციელდა, უკვე მეორეც საც ვერ შეესხა ფრთა, ამიტომ ხარგის აილენდი კუნძული და ეს ძირძველი ქართული სიტყვა აილენდი ნავთობ ინფრასტრუქტურა დარჩა ჯერჯერობით ხელშეუხებელი. ამ ეტაპისთვის ეს გამორიცხულია, რომ განხორციელდეს. და ბევრისთვის ახლა ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ეს არის რაღაცა მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომ აი შეერთებულ შტატებს არ სურს ომის დასრულება და ის აუცილებლად ეს გააგრძელებს ომის წარმოებას. თუმცა შეიძლება პროპერიქით იყოს. იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ, გეგმა უკვე აღარ არსებობს, წინააღმდეგობის გეგმა უკვე აღარ არსებობს ირანთან. ყოველი შემდგომი ეს ესკალაცია შენ იმედები ჩაგესახა. ხო, არა, ლოგიკას ვერ ხვდები, იმიტომ რომ თუ კი არსებობს რესურსი გაგრძელების თავდასხმის ლოგიკას ხვდებოდი. არა, თავდასხმის ლოგიკას ხვდებოდი და ვამბობდი კიდევაც ხო, რომ ომი იქნებოდა აუცილებლად. თუმცა არა, ამ შემთხვევაში მე იმას არ ვამბობ, რომ ეს ომი არ იქნებოდა, მაგას კი არ გეუბნები, რატო არის მაგას ხვდებოდი? ხო, თუ კი დღეს აქვს რესურსი შეერთებულ შტატებს, რომ გააგრძელოს ომი, ის არანაირი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დააყენებდა დღეს წესრიგში. ეს გამორიცხული იქნებოდა, იმიტომ რომ ეს არის სტრატეგიული ომი, რომლის წამოწყების ფასი იყო საკმაოდ მაღალი და ეს წამოიწყო. ხო რაღაცა ამის ნებელობა არსებობდა და ნებელობა მიზნის მიღწევისაც არსებობს. თუ ვერ აღწევს მიზანს, ესე იგი რაღაცა რესურსებს გეგმას და მიზანს შორის არის რაღაცა შეუთავსებლობა. ამიტომ რაღაცა ეს ორკვირია, იმედია რომ შეთანხმდება ეს რაღაცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ბოლომდე არა ეს გადაწყვეტილი. სავარაუდოდ გაგრძელდება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის ომის დასასრული. ახსენე კიდევაც რომ ეს არის გეოსტრატეგიული დაპირისპირება, რომელიც უბრალოდ რაღაც შეიძლება 10 წლეულებიც კი გაგრძელდეს. უბრალოდ აქ არის გარკვეულწილად შეჯიბრი ინდუსტრიულ სიჩქარეში, რომელი მხარე აღიდგენს ძალებს ტექნოლოგიურად, რომელი უფრო იქნება დაწინაურებული, რომელი უფრო კარგ რაღაცა ტაქტიკური დაპირისპირების სცენარებს შეიმუშავებს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ვახსენე კიდევაც ირანს ყოველთვის ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტოს. თუ ახლა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ შეერთებულ შტატებმა ამ შემთხვევაში დროებით უკან დაიხია, მაშინ ყოველ შემდგომ სცენარებშიც ეს ბერკეტი ყოველთვის ექნება ირანს. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს, რომ შედარებით რაღაცა ეს ომი გაჩერდეს. იყო ასეთი შეფასებაც კი, რომ ირანს აღმოაჩნდა ბირთვულ იარაღზე უფრო ეფექტური იარაღი ჰორმუზის სრუტის კონტროლით. ბირთვული იარაღი. და შესაბამისად, შეფიქრობ, რომ დიდი შანსია იმისა, რომ ესეთი სტაბილური მშვიდობა დამყარდეს, არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ამ ორი კვირის გავლის გასვლის შემდეგ მხარეები, ყოველ შემთხვევაში ამერიკა და ირანი, ახლა არ ვიცი ისრაელისთვის ეს რამდენად იქნება შესაძლებელი, მაგრამ ამერიკა და ირანი შეთანხმდნენ იმაზე, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან რაღაცა შეთანხმებას მოაწერონ ხელი, სადაც თქვა ბირთვული პროგრამაც იქნება მოხსენები და ჰორმუზის სრუტეც და ერთი ძალიან საინტერესო მოთხოვნა კიდე ირანს ამერიკის ბაზების გაყვანა ახლო აღმოსავლეთიდან, ხო? აი ამ ოპტიმიზმის იმედს მაძლევს კიდევ ის, რომ
აიყო შემდგომი ესკალაცია, რასაც შეერთებული შტატები გეგმავდა ირანის წინააღმდეგ, ირანს ჰქონდა პასუხი მთლიანად სპარსეთის ყურის ენერგოინფრასტრუქტურის მოშლა. ხო, ეს ნიშნავდა მთლიანად აი ამ როგორ გითხრა საინვესტიციო რეზერვების გაქრობა შეერთებული შტატებისთვის და ესეც იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი შეიძლება ფაქტორი, იმიტომ რომ ხო შეიძლება თვითონ სპარსეთის ყურის მათ არა აქვთ რაღაცა წონა, მაგრამ რაღაცა სურვილი ან რაღაცა თხოვნაც კი გამოხატეს თეთრი სახლის მიმართ, რომ რაღაცა ამ დონის ესკალაცია არ მომხდარიყო. იქ ხო, ანუ რაღაცა ანუ ლოგიკა აქეთ მიდის, რომ შეიძლება ასე იყოს. აქ მაინც რჩება ეს ისრაელის ფაქტორი, რომ ისრაელის ინტერესში არ შედის ომის გაჩერება ეხლა, იმიტომ რომ კი თვითონ ზიანს იღებდა, მაგრამ მას ის თანახმა იყო ამ ზიანის მიღებაზე, ოღონ მომხდარიყო ირანის აი თუნდაც აი ენერგოინფრასტრუქტურის განადგურება. ამიტომ თუ აი ეს ნეთანიაჰუს ფაქტორს გამოურიცხავთ, ჩემი ოპტიმიზმი შეიძლება იყოს საფუძვლია, მაგრამ ნახოთ აი ხა აი ნუ არ ვიცი ისლამაბადის პროცესი როგორ წარიმართება. ისე თავისთავად ისე პაკისტანი ავღანეთის კონფლიქტი დამთავრდა. არ დამთავრებულა ხო ეს ცოტა უცნაური კონფლიქტია რატო წარმოებს ეს ნუ გააქვს ახლა ეს ისტორიული ფესვები უბრალოდ ახლა თალიბანის ინტერესი რა არის მე ვერ ხვდები ნუ პაკისტანის გასაგებია რაღაცა უსაფრთხოების ბუფერი უნდა რომ რაღაცა პერმანენტული თავდასხმები არ ხორცელდეს თავისთავად საინტერესოა ომში მყოფი ქვეყნის მოდერაცია სხვა ომში არის ამისი ისტორიული გამოცდილებები. კი, რა თქმა უნდა, ისეთი გამოცდილებები არის ისტორიაში, რომ რას ლაპარაკობ. არა, ნუ ახლა თვითონ ისეთი кейსიც გვაქვს, რომ შეერთებული შტატები ომში, თავის ომში თვითონ მოდერატორი ესეთი. კი, ბატონო, აი სწორედ ეგომი უნდა მეხსენებინა ახლა, სადაც თავშიც ვახსენეთ, რომ ალბათ ამ გამოძახილით ასე ვთქვათ ამ ორკვირიანი ისეც ვახსენეთ ეს ნატოს საკითხია ეს რუტეს შეხვედრა ტრამპთან საინტერესო იყო კი ბატონო გისმენთ ხო ეს რაღაცა შანტაჟის პროცესი უფროა ვიდრე რაღაცა რეალური რაღაცა ნატოდან გასვლა და რაღაცა ეს გამორიცხული ამბავია კი რაღაცა შეიძლება მოხდეს საჯარისო შემცირება ლოკაციების როტაცია არც შემცირება ნუ ალბათ ხო შემცირდა ცოტათი ამერიკული წარმომადგენლობა ევროპის ტერიტორიაზე კი მაგრამ რაღაც თვისებრივად ეს არაფერი განსაკუთრებული თვითონ რაღაცა შეერთებული შტატები უბრალოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება რატო უნდა გავიდეს შეერთებული შტატები ნატოდან იმიტომ რომ უბრალოდ ეს არის კონტროლის მექანიზმი და ბიზნეს პროექტი რატო უნდა თქვა უარი იმაზე რაც ისე ანუ არ გიждდება არაფერი ხო თუ გავითვალისწინებთ ესე ვთქვათ სამხედრო კორპორაციების იარაღის კორპორაციების ინტერესს ასე ვთქვათ თუნდაც ახლა მიმდინარე ახლო-აღმოსავლეთის კონფლიქტით ხა ევროპა როგორც თავარი მყიდველი მათ შეიარაღებისა რა თქმა უნდა აქ უნდა ვახსენოთ ის წინა პოდკასტებშიც რო ვახსენეთ რომ ტრამპმა დააბრუნა გრენლანდიის საკითხი შეიძლება ნატოდან არ გავიდეს მაგრამ გრენლანდია წაიღოს ასე ვთქვათ მარტივად ან გაბრაზებულ ფონზე მაგრამ ნუ ესეც არ მგონია ესე მოხდეს ხო ნუ მე განხორციელდეს ნუ ეს ზეწოლის მიზანი არის რომ დასავლეთ ევროპული ქვეყნების ფლოტმა მიიღოს მონაწილეობა ამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში. მთავარი სამიზნე მაინც არის აქ გერმანიას თხოვენ ამის გაკეთებას. ნუ ბრიტანეთმა ოფიციალურად განაცხადა რომ მას არ აქვს შესაძლებლობები, ანუ ფლოტი არ არის იმ მდგომარეობაში რომ საბრძოლო მოქმედებები აწარმოოს. საფრანგეთმა ოფიციალურად უარი განაცხადა ამაზე. ხო რა ქვია თავის დროზე საზღვაო იმპერია. ხო, ნუ რაღაცა ხდება ისტორია საინტერესოა ამ კუთხით. მოვლენები როგორ იცვლება ხოლმე. ნუ საფრანგეთმა უარი განაცხადა, რის გამოც ირანმა დაასაჩუქრა ბჭყალებში საფრანგეთი და ერთ-ერთი ფრანგული ტანკერი გავიდა ჰორმუზის სრუტეში. და ნუ რაღაცა თვითონ ჯერჯერობით გერმანიას აქვს ფრიდრიხ მერცს გარკვეულწილად ვერბალური წინააღმდეგობა, თუმცა რაღაცა ვერბალურად მხარს უჭერს კიდევაც რომ რაღაცა ირანმა უნდა შეცვალოს საკუთარი რაღაც ქმედებები და ეს შემდეგ თუმცა ეხლა თუ შეერთებულ წინაზეც ვახსენე ხა თუ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გახსნა მაშინ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია იმის მიასედი გააკეთოს რაც შეერთებულ შტატებს შეუძლია მოდი მოკლედ ვთქვათ ანუ რადგან თავში ვახსენეთ რომ პუტინმა განაცხადა რომ ესე იგი იქნება სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა
ესე იგი ეს კონფლიქტიც საინტერესო უკვე უკრაინელებმა ეგრევე როგორც კი გახდა ინფორმაცია გაჟღერდა იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არსებობს ირანსა და ამერიკას შორის, მოუწოდეს ამერიკელებს, რომ გადმოერთნონ, დაუბრუნდნენ ისე უკრაინის ტრეკს, ესე ვთქვათ, ხო? იქ ასე ვთქვათ, ფრონტის ხაზზე რეალურად რომ შევხედოთ ახლა რაღაცა გარკვეული თვალსაზრისით, როგორც იტყვიან ხოლმე ესეთი სტაგნაციასავით არის, ანუ არც ერთი მხარე წინ ვერ მიიწევს. ერთმანეთს ასე ვთქვათ ბომბავენ, ეს დრონები, რაკეტების გამოყენება, ასე ვთქვათ, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის ფრონტის ხაზიდან მოშორებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს და მოლაპარაკებების პროცესი არის გაჩერებული, ხო? ანუ შეიძლება მართლა დაუბრუნდეს დღის წესრიგს ეს თემა, თუ ჯერ ეს ახლო აღმოსავლეთის ტრეკია ბოლომდე მისაყვანი. და ამასთან ერთად არის ძალიან საინტერესო ელემენტი, აი ჩვენ უნგრეთის არჩევნებსაც უნდა შევეხოთ იქ. JD Vance-ის განცხადება, რომ უკრაინა ერევა უნგრეთისა და ამერიკის არჩევნებში. ხო, ეს ბოლო პერიოდში საკმაოდ გამძაფრებულია კრიტიკა ზელენსკის მიმართ და არ ამგონია რაღაცა ამ კუთხით გარღვევა მოხდეს, რომ რაღაც დროებით დასრულდეს კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში. თვითონ რაც შეეხება ახლა უკრაინის ფრონტს, მე მრჩება ესეთი შთაბეჭდილება, რომ რუსებმა დაიწყეს რესურსების დაზოგვა საომავლო დიდი კონფრონტაციისთვის შეიძლება ევროპასთან. იმ გაგებით, რომ რუსებმა რომც მიაღწიონ მიზანს გულისხმობ აი დონბასის სრულად აღებას და ზაპოროჟიეს და ასე შემდეგ, ომი მაინც არ დასრულდება. ანუ ამით ის უბრალოდ დახარჯავს რესურსებს. აი სულ საზღვარზე გავიდნენ. ხო. რაღაცა გადავიდა ხო აი როგორც ახსენე, რაღაცა სტაგნაციაში. შეიძლება რაღაცა თუ მარტივად ვერ მიაღწევს რაღაც ფრონტის გარღვევას, დიდ ძალისხმევას ამის მისაღწევად შეიძლება არც გაიგოს რუსეთმა. ამის მიმართ არის საკმაოდ დიდი კრიტიკა თვითონ რუსეთში, რომ რაღაცა გაჩერდა რეალურად ომი და ნუ ეს ავართ და თვითონ ირანის ქმედებებმა საკმაოდ დიდი წარმოქმნა კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, რომ ნუ ახლა ირანი თუ ამდენ შვება, ჩვენ რატო ვერ შვებით, ხო? ნუ თან ახლა ირანის სამხედრო შესაძლებლობები რაღაცა ახლოსაც ვერ მიდის ხო რუსულთან და არის ეს კრიტიკა. თუმცა ეს არის ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული გათვლა, რომელსაც ახსენებენ, რომ ანუ ხსნიან იმით, რომ უბრალოდ არანაირ რაღაცა განრიგთან არ არის მიმული ეს კონფლიქტი რუსეთ-უკრაინის, რომ აი რაღაცა ამ დრომდე რაღაცა უნდა მივახციოთ. უბრალოდ სავარაუდოდ პროცესი მიდის იქამდე, რომ ევროპა იარაღდება. რაღაცა მხოლოდ განრიგთან, არამედ გეოგრაფიასთანაც არ არის. ხო, გეოგრაფია ამას ავიღებთ და მორჩება ეგრე არის. ეს ჩემი აზრით ეს არის საომავლოდ დიდ კონფლიქტის მზადებისთვის რაღაცა პაუზა. იგივე მაგალითად ფინეთში დაიწყეს რაღაცა სამხედრო მანევრები, იქ რამდენიმე დრონი ჩამოვარდა, მე რაღაცა აღმოჩნდა, რომ უკრაინული დრონი იყო. რაღაცა ეს სკანდინავიის მიმართულება აქტიურდება. ესეც არის ხო. კი, სხვათა შორის განიხილავენ, აი შენ რაც ამბობ, იქიდან გამომდინარე, განიხილავენ ესეთ მოცემულობას, რომ აი ეს დარტყმები, რომელიც ხორციელდება რუსეთის ტერიტორიაზე, არის ეგრეთ წოდებული, აი არ ვიცი ხა ქართულად როგორ ქვია, разведка боем, ესე სამხედრო პროცესი, სამხედრო მოქმედებებით, დაზვერვა სამხედრო მოქმედებებით, ხო შეიძლება ასე ვთქვათ, მე მგონი. ესე იგი, არის უსინჯავს, ასე ვთქვათ, ევროპული სამხედრო აპარატი სინჯავს რეაქციას რუსეთის. რაზე როგორი რეაქცია ექნება და თქვათ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმა და ამ შემთხვევაში იყო ნახსენები რუსული ანალიტიკოსების მხრიდან ეგრეთ წოდებული ბირთვული ტრიადა, ხო და მის წინააღმდეგ განხორციელებული ასე ვთქვათ აქტები. რომელსაც დამოუკიდებლად უკრაინა ვერ დაგეგმავდა და ვერ განახორციელებდა და რაშიც იყო ჩართული, თქვათ, ევროპული მინიმუმ ევროპული თუ არა ამერიკულიც, თქვათ, სამხედრო დაგეგმის აპარატი, ასე ვთქვათ. და რა რეაქცია იქნებოდა და უპასუხებდა თუ არა რუსეთი.
და შესაბამისად ეხლა თითქოს დგას ასეთი საკითხი, რომ რადგან რუსეთმა ამ ეებზე პასუხი არ გასცა, ანუ არ უპასუხა ბირთვული დოქტრინის შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, ევროპა რჩება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ამ წუთას არ აქვს რუსეთთან ომის საწარმოებლად, ეს არის სამხედრო ძალა, ცოცხალი ძალა. იმიტომ რომ არსებული მოდელები, სამხედრო მოდელები ევროპაში გულისხმობს საკონტრაქტო არმიას, რომელიც არ არის უბრალოდ საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთის ტერიტორია გააკონტროლოს. ხო, მას შემდეგ რაც თქვათ მიიტან სტრატეგიულ იერიშს. და შესაბამისად იცვლება სამხედრო დოქტრინები, პოლონეთზე იყო საუბარი, ბელტიისპირეთზე იყო საუბარი, გაწვევის დაბრუნებაზე, ასე ვთქვათ, გაწვევის სისტემის დაბრუნებაზე. ხო, მაგრამ ჩვენ როდესაც საუბრობთ პოტენციურ რუსულ ევროპულ დაპირისპირებაზე, მანდამაინც რაღაც ამ სახმელეთო საფრონტო დაპირისპირება მე არც წარმოვიდგენ. ეს იქნება რაღაცა სტრატეგიული ხარაკეტო და სამხედროები ლაპარაკობენ ესეთ რამეზე, რომ კი პირველი რაღაც დონის სამხედრო მობილიზაცია საჭიროა, მაგრამ ნუ ხა შეუძლებელი სახმელეთო ომის წარმოება. არა, რაზე იყო ჩინახი საუბარი, ეს იყო მე მგონი რაღაც რუსი გენერალი იყო ამაზე საუბრობდა, რომ იმის შემდეგ რაც მიიტან იერიშს, თქვა საჰაეროდ და გაანეიტრალებ მოწინააღმდეგის სამხედრო პოტენციალს, ამის შემდეგ ჭირდება ამ ტერიტორიის გაკონტროლება. აი მერე გჭირდება სამხედროები, რომ ეს ტერიტორია გააკონტროლოს. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია უბრალოდ მიაყენოს სტრატეგიული ზიანი და შემდეგ არ გააკონტროლო ეს ტერიტორია. ნუ არასწორია სამხედრო თვალსაზრისით. ის ყოველ შემთხვევაში ლოგიკა ასეთი იყო ამის ახსნის და ანუ აქ ხიფათის მატარებელი ის არის უბრალოდ ამ ლოგიკაში, რომ თუ რუსები ასე უყურებენ ამ პროცესს, თუ ისინი ასე ხედავენ, ეს ნიშნავს, რომ თვითონაც ემზადებიან ამ პროცესისთვის, ხო? რასაც შენ ამბობდი, რომ ახლა დაზოგვა მიდის რესურსების. და რეალურად მიდის ორივე მხრიდან ესკალაცია მზადების ნაწილში და არა თქვა ფრონტზე. ეხლა შენ რაც ახსენე, ეგეც ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელი, უბრალოდ რუსეთს არ აქვს იმის ფიზიკური რესურსი, რომ ამ დონის რაღაცა ტერიტორიებზე კონტროლი დაამყაროს. თუნდაც რაღაცა პატარა ქვეყანაც რო ავიღოთ რა. ჩემი წარმოდგენით, ანუ პროცესი შეიძლება გამვითარდეს ესე, რომ ევროპა აწარმოებს აი სტრატეგიულ შეიარაღებას, გულისხმობს ბალისტიკური რაკეტები, დაბალი დონის, მაგრამ ჰიპერბგერითი რაკეტები, რომელსაც სავარაუდოდ ადრე თუ გვიან მიაწვდიან უკრაინას და ის გამოიყენებს აი სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის წინააღმდეგ. ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ უკრაინამ დაანონსა რუსულ გემებზე თავდასხმები ბარენცის ზღვაში. და რუსული გემები ახაც არიან თავდასხმის ქვეშ გატაცების რაღაცა მსხვერპლები და როდესაც რაღაცა მსგავსი ტიპის თავდასხმები გახშირდება უკრაინის მხრიდან ასე ვთქვათ შეიძლება რუსეთი იძულებული იქნება პასუხი გასცეს არა თვითონ უკრაინას, იმიტომ უკრაინაში პასუხგასაცემი რეალურად აღარაფერი დარჩა. პასუხი გასცეს ევროპაში, სადაც იწარმოება ეს შეიარაღება. რაც გადაზრდის უკვე აი ამ ევროპა-რუსულ კონფლიქტს. რაც მე წარმოვიდგენი აი ამ სარაკეტო ავიადაპირისპირებებით. ერთმანეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, რაღაცა სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, პორტებზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მე ესე წარმოვიდგენი ახლა რაღაც თვითონ რაღაც სახმელეთო, საჯარისო რაღაცა შეტაკებები ეს რაღაცა ჩემთვის წარმოუდგენელია. ნუ ფიზიკურად გაგრძელდება ეს უკრაინაში რაც არის, ხო? ამ კუთხით ჩემი აზრით ხდება ეს დასოგვა იგივე აი ბალისტიკური რაკეტების, იგივე აი ჰიპერბგერითი რაკეტების, ავიაციის რაღაცა ნუ ყველაფერი ის რაც შეიძლება დიდ კონფლიქტში დაგჭირდეს. კონფლიქტში და ხო, ნუ თვითონ აი ეს საუბარი იმაზე რომ ნატოდან გასული საკითხი შეერთებულში. თუმცა იყო ესეთი სტატისტიკა, რომ მარტის განმავლობაში რუსეთმა ყველაზე მასშტაბური მთელი მარტის განმავლობაში დრონების რაოდენობა ყველაზე მასშტაბური გამოყენება იყო კონფლიქტის მიმდინარეობაში თუ არ ვცდები ან შეიძლება ხო ხო მაგრამ დრონები მაინც ადვილი საწარმოებელია მისი რეზერვების ამოვსება შესაძლებელია. კარგი, იცი რა არის, ჩვენ უკვე გავედით საკმაოდ შორს ჩვენს დროში ესე ვთქვათ და ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ უნგრეთთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არჩევნებია. ხო, შენი აზრით რა წდება, ასე ვთქვათ. ანუ ერთი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, ხო? კი არის ესეთი და ესე ვთქვათ ორბანისთვის ისტორიული გამოწვევა, იმიტომ რომ 16 წელი ხელისუფლებაშია და მსგავსი შესაძლებლობა მის ოპონენტებს არ მისცემიათ, რომ ნუ ყოველ შემთხვევაში კვლევებით თითქოს უსწრებს მისი მთავარი ოპონენტი, ესე ვთქვათ.
მაგრამ მეორე ნაწილია რომ რაც სხვა შემთხვევებში ხშირად არის ხოლმე მაგალითად ევროპის სხვა ქვეყნებში ესეთი პოლარიზებული თითქოს არ ჩანს უნგრული საზოგადოება, ანუ უნგრეთში ესე, ანუ ერთმანეთის ასეთ პოლარიზაციაზე არ გადის თითოეულ ძირითადი აქცენტები, რასაც ოპოზიცია აკეთებს, არის ეკონომიკა, ესე ვთქვათ, household, ანუ გადახდები, ხარჯები და ასე შემდეგ, ეკონომიკის ჩავარდნები და კორუფცია. ხო, კორუფციაზე ბრალდებები წლები არის ორბანის მიმართ, მაგალითად მე პირადად ანუ რაღაცა ესეთი ნარატივზე, აი რაღაცა ეგზისტენციურ ნარატივზე თითქოს არ ანუ როგორც მაგალითად გერმანიაში იყო რომ AfD თუ მოვიდა და იქცევა ყველაფერი და აი ესე ვთქვათ ქრისტიან დემოკრატებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენა და ასე შემდეგ რა ანუ როგორც იგივე საფრანგეთში მარი ლე პენი და ასე შემდეგ ანუ ესეთი კარდინალური პოლარიზაცია თითქოს აქ არ შეიმჩნევა უფრო ისეთი ყოფითი დონის დაპირისპირება ზე მიდის საუბარი თითქოს რა. ხო, ეს კორუფციული ბრალდებები არსებობდა, აქამდეც რომ მაგალითად ევროკავშირის ფული ჭყალებში იჭმება უნგრეთში და მაგალითად მე მომიყვნენ, როდესაც ვიყავი ბოლოს უნგრეთში, რომ რაღაც დიდი მაგისტრალი გაკეთდა, რომელიც ორ საკვანძო ქალაქს აკავშირებდა ერთმანეთს უნგრეთში. თუმცა იმდენად ცუდად იყო ეს დაგეგმილი სტრატეგიულად, რომ ამ მაგისტრალს არავინ იყენებს. უბრალოდ თქვენს რომ ფული გააკეთეს ამის გაკეთებას. ხო, რომ ასე ვთქვათ, ბრიუსელიდან წამოსულიყო უფრო მეტი თანხები. ანუ ეს მსგავსი სქემები არსებობს და არა მარტო უნგრეთში, ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, რადგან ეს თანხები მიიღონ. ხო, აი შეიძლება ახსენე ხა ის რაღაცა წყალგამყოფი თემები, რომელიც პოლარიზაციას იწვევს, ხო, რაღაცა იგივე აი უკრაინის კონფლიქტთან დაპირისპირებაში, მსგავსი ნარატივების შემოტანა უნგრეთში სავარაუდოდ არ იმუშავებს ოპოზიციის სასარგებლოდ, იმიტომ რომ მაშინ უნდა თქვან რომ რაღაცა მეომში ვერთვები და მინდა ომი რუსეთთან, ან მინდა გაბზვირებული გაზი. ორბანის ნარატივს გააძლიერებს. ხო, ეს მოსახლეობაზე ახლა როგორ უნდა ვუთხე ახლა მოსახლეობას, რომ ომში მინდა ჩართო და გაბზვირებული გაზი. რომ ორბანი სწორედ მაგას ამბობს, რომ თუ წავაგეთ ომში ჩაერთო. ხო, თან მიხედავ რომ ყველა მეზობელ ქვეყანაში უკვე გაძვირდა საწვავი რაღაცა კომუნალურები და ყველა უნგრეთს და სერბეთს თხოვს გაზის განაწილებას, ხო, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს. ამიტომ ეს ნარატივები არ მუშაობს, ამიტომ არის ეს რაღაცა უფრო სხვა მსგავსი ტიპი ყოფით საკითხებზე გადასული ეს დაპირისპირება. მე ჩვენ რადიო გამოშვებაშიც ვახსენე, ეს არის დიდი ასე ვთქვათ შიდა ევროპული არჩევნები ორ ძირითად იდეას შორის. ეს არის ცენტრიდანული და ცენტრისკენული იდეები. ცენტრიდანული იდეა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში უფრო მეტი ძალაუფლებები ქონდეს ლოკალურ, ნაციონალურ ხელისუფლებებს და ევროკავშირი იყოს რაღაცა ნაციონალური ხელისუფლებების გაერთიანება, სუვერენთა გაერთიანება და ცენტრისკენული ესაა, რომ უფრო მეტი ძალაუფლება იყოს ბრიუსელში და ევროკავშირი სამომავლოდ გახდეს ფედერაციული წარმონაქმნი, სადაც აბსოლუტური ძალაუფლება ექნება ბრიუსელს. ამ ორი იდეა შორის მიდის დაპირისპირება. თვითონ ახლა ორბანს აირჩევენ, არ აირჩევენ, ეს მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ აი ეს კონფლიქტი რაც ვახსენეთ, პოტენციური ევროპულ-რუსული დაპირისპირება შეიძლება უფრო დაჩქარდეს. რაც უფრო ნაკლები წინააღმდეგობა იქნება, ნუ ეს ნებელობა უფრო გაიზრდება. ასევე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ აი ეს უკრაინის დახმარება დაბლოკილია უნგრეთიდან გამომდინარე, ეს 90 მილიარდიანი ტრანში ჯერჯერობით არ მიუციათ უკრაინისთვის და ესეც საკმაოდ ესეთი საკვანძო საკითხია და ეს აი აქტიურად იჩინა თავი ამან რა ქვია მაგას ევროპული ბიუროკრატიის დაპირისპირებამ ამერიკულ ელიტასთან ან მართველ ელიტასთან ჯეი ვენსის ჩასვლით უნგრეთში ხო რაღაცა ეს არჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ხო ეს რაღაც უნგრეთი გახდა სცენა ევროპა-ამერიკის დაპირისპირების ხო რაღაცა ხო ეხლა თვითონ ამ მომენტში რამდენად სასარგებლო არის ტრამპა და ეს დაგეჭიროს ხარი არ ვიცი ხო ამ კონფლიქტიდან გამომდინარე მაგრამ შეიძლება შიდა კონსერვატიულად განწყობილ მოსახლეობაზე შეიძლება მუშაობს მაინც ახლა უნგრეთი პატარა ქვეყანა 10 მილიონამდე მოსახლე და როდესაც ახლა ამერიკის პრეზიდენტი შენ რაღაცა კაინდას ხარს უჭერს მაინც რაღაცა გარკვეულ ეფექტს აჩენს და ისიც არ უნდა დაგვაუწყდეს რომ უნგრეთი არის ყველაზე სიონისტური სახელმწიფო დღეს ევროპაში რომელიც თითქმის ყველა პროისრაელურ
გადაწყვეტილებებს გაეროში ხარს უჭერს ბრმად და ისიც არ უნდა დაგვაუწყდეს რომ აი როდესაც 2024-ში მოხდა ეს ჰეზბოლას წინააღმდეგ პეიჯერების სპეცოპერაცია ის ორგანიზაცია რომელიც ამ პეიჯერებს თვითონ აწარმოებდა იყო უნგრული წარმოშობა ჰქონდა თუმცა დამზადებული იყო მე მგონი ტაივანში ამიტომ ამ მსგავსი ტიპის რაღაცა ახლო ურთიერთობები აქვს უნგრეთს და ისრაელს. კარგი, უნდა დავასრულოთ დღეს ჩვენი გამოშვება, ცოტა უფრო გრძელი გამოგვივიდა ვიდრე ჩვეულებრივ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. შეგახსენებთ რომ როგორც საქართველოს რადიოს ეთერში, ისე ჩვენს ინტერნეტ პლატფორმებზე უყურებდით 42 პარალელის და უსმენდით 42 პარალელის საერთაშორისო მიმოხილვას. შოთა თხელიძესთან და ჩემთან გიორგი გიმრაძესთან ერთად და გამოიწერეთ და გვიმეგობრდით ჩვენს ინტერნეტ პლატფორმებზე, დაელოდეთ სიახლეებს, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.